მენდი, კარგად ხარ? ბევრად უკეთ ვარ, კამილ. შენ ჩემი სუპერ გმირი ხარ. რა იყო? გოგოსი გეშინია? ბენს არ ინერვიულო. არ გეტკინება, გპირდები. მასწავლებელო მაქს, ვინდოდა გვეთქვა, რომ შენ საუკეთესო ხარ. მე მგონი უკვე ძალიან დამღალეთ. გაჩერდი, ჰალკ, რასაკეთებ აქ? მასწავლებელო მაქს ვერ შეხვალთ. არც ერთი თქვენგანი არ იმსახურებს იყოს ყველაზე კეთილი სტუდენტი. მასწავლებელ მაქს აქვს რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი. რა ლამაზი ხელწერა მაქვს. მე გადავწყვიტე, რომ დღეს ძალიან კარგი დღე გვექნება. ვინც ყველაზე მეტ კარგ საქმეს გააკეთებს, ყველაზე კეთილი სტუდენტის სახელს მიიღებს. და სულ ეს არის? არა, ეს ყველაფერი არ არის. გამარჯვებული სურათი საპატიო დაფაზე 1 თვის განმავლობაში ეკიდება. აბა რა სიტყვი მენდი? და სულ ესაა? ეს ყველაფერი არ არის. გამარჯვებული გათავისუფლდება ყველა ტესტისგან. და სულ ესაა? დიახ მენდი, მე დავასრულე. ძალიან ბედნიერი ვარ. თუ არა დამსახურებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებისთვის, ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია. ფიქრობ თქვენ მიიღებთ. არავის უთხოვია კარგი საქმეების გაკეთება ჩვენს კონკურსამდე. გოგოებო, ადრე გაკეთებული საქმე არ ითვლება, ახლა უნდა გააკეთოთ სიკეთეები კამპუსში. გამარჯვებას მაინც ლუზერების გუნდი მოიპოვებს. გასაგებია? ჰეი, სულელო, ადგილზე დაჯექი. ბიჭებო, ჩვენ დავაგვიანეთ. რამე გამოგჭა? უბრალოდ გადავწყვიტეთ დღეს სკოლის ავტობუსით არ წამოსულიყავით. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ყველაფერი გამოტოვეთ, როგორც ყოველთვის. დღეს კამპუსში სიკეთის დღეა. თქვენ არ შეგიძლიათ გინება, ცუდი სახელების დაძახება ერთმანეთისთვის. გამარჯობა, კამილ. ჩვენ არასოდეს ვიყენებთ ცუდ სიტყვებს. მასწავლებელო მაქსი სიტყუება, მან გუშინ დამიძახა იდიოტი. იდიოტი ეს არ არის ცუდი სიტყვა. იდიოტი. იდიოტი, შენ თვითონ ხარ ნერდო. ახლა წადით, გააკეთეთ კარგი საქმეები და დღის ბოლოს გავიგებთ გამარჯვებულს. მასწავლებელო მაქს, უნდა ვილაპარაკოთ. ჯობია მოწმინდო. შენ რა აპირებ ამ კამპუსის საცურაო აუზად გადაქცევას? წმინდა როგორც შემიძლია. ყოველ შემთხვევაში მე რაღაც კარგს მაინც ვაკეთებ. შენს გამო ახლა ვიღაც გაივლის, ფეხი აუსრიალდება და წაიქცევა. გაჩუმდი ნერდო, შენ მართლა მაღიზიანებ უკვე. შენ გაჩუმდი, რატომ უზრდელობ? მაქსმა თქვა რომ დღეს ცუდი სიტყვები აკრძალულია. ო, ძმაო, დღეს ხომ კარგი დღეა. ფრეშ, შენ პირველმა მოუწოდე მას სულელი. ძმაო, ბოდიში მოუხადე ბუშტს. ბოდიში ბუშტო. მუხლებზე ფრეშ. რა? რა? კარგი ვხუმრობ, მაპატიე ნერდო. ძალიან დავიღალე ამით. მოდით წავიდეთ სასადიოოში. შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელო მოწმენდა. ფრეშ ვერ გაიგე? უკვე ვთქვით, ხო? რატომ არის ამდენი შეცდომა? ვინ დაწერა ეს ტესტი? ბუშტო, ეს არის 500-იანი სიტყვა. შენ დაუსვი 6 შეცდომა. ეს ძალიან საშინელებაა უბრალოდ. გამარჯობა, მასწავლებელო მაქს. გამარჯობა გოგოებო. მასწავლებელო მაქს, დიდი ხანია უკვე გვინდოდა გვეთქვა, რომ შენ საუკეთესო ხარ. ვიცი რომ ვარ. თუ გსურთ გაკვეთილებიდან გათავისუფლება, ჩემი პასუხი არაა. ჭირდებათ თუ არა ჩვენი დახმარება, ჩვენ გვინდა გავაკეთოთ კარგი საქმე. ო, გოგოებო, რასასიამოვნოა. მოხარული ვიქნები, რომ ჩემს მაგივრად შეასრულოთ ჩემი საქმე. რა თქმა უნდა, მასწავლებელო. ო, საოცარია. მე მაშინ კაფეტერიაში წავალ. რა კალიგრაფია, საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებ. ო, გონი ეს პონკასროეულია. ის სწრაფად წერს. სტეფ, მოდით ყველას მივცეთ ა და მოვრჩეთ. ო, ჩვენ შემოწმება აღარ მოგვიწევს. კარგი საქმეა. დაიწყეთ კეთილი საქმეების კეთება, მეც მალე მანდ ვიქნები. ჰეი, დიდო, შეგიძლია რომ დამეხმარო? ბოდიში ოფიცერო ჩაკ, მე და ბიჭები ახლა ძალიან დაკავებულები ვართ. ჩვენ ვაკეთებთ კეთილ საქმეებს. კარგი რა ჰალკ, საპირფარეშოთი უნდა ვისარგებლო. შეგიძლია აქ დადგე? მასწავლებელ მაქს ვეტყვი რომ შენ დამეხმარეთ. და ის ამას კარგ საქმედ მიიღებს. ო, მომწონს ეგიდია. ყოველთვის მინდოდა დაცვის თანამშრომელი ვყოფილიყავ. კარგი, მოდი დაგეხმარები.
ოცნებები ხდება, დიდო ბიჭო. შენ უბრალოდ უნდა იდგე აქ და დააკვირდე. აი აქ დადექი, თუნდაც მისტერ მაქსიც რომ მოვიდეს, არ შეუშვა შიგნით. მეოცნებე. ოფიცერი ჰალკი. ბიჭებო, ნახეთ, ამას რა მაგრად ვაკეთებ. წარმოდგენა გაქვთ მაინც რა სახის კეთილი საქმის გაკეთებას ვაპირებთ და რასოდეს გამიკეთებია კარგი საქმე. არც კარგი საქმის გაკეთების სურვილი მქონია, იქნებ ჯობია ლუზერებთან წავიდეთ. ეს უფრო მაგარი იქნება. დაანებე თავი ამ ლუზერებს რა. მთელი კამპუსი ახლა სიკეთეს აკეთებს. ჩვენ კი ჯერ არც კი მოგვიფიქრებია. მე არ მაინტერესებს კარგი საქმეები. ჰეი მეგობრებო. გამარჯობა გოგოებო. ბენსიკ, მოიფიქრე რა კარგი საქმე უნდა გავაკეთოთ? არა, მე და ბიჭებს ჯერ არ მოგვიფიქრებია. ჩვენ კი უკვე მოვიფიქრეთ, რასაც ვაპირებთ. დიახ, ჩვენ საბოლოოდ ვიხილავთ ჩვენს ლამაზ სახეებს დაფაზე. ოლივია, გააკეთე სიკეთე და წამოდი ჩემთან ერთად პაემანზე. ბიჭებო, უკან დაიხიეთ. ბენსიკ, სხვათა შორის მე ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე ჩემო კარამელო. ლორა, რატომ არ მეუბნები? რა იდეა მოგივიდათ თავში? ახლავე გეტყვით. მე ჩემს ბენსიკს ვცემ, შემდეგ მას მოვლა დასჭირდება და მე მის გვერდით ვიქნები და მოვული. მოიცადე, შენ მე უნდა მცემო? ბენს, გოგოს ცემის გეშინია? არა, არ მეშინია. უბრალოდ არ მინდა რომ რამე დამემართოს. ბენს, არ ინერვიულო, არ გეტკინება. ლორა, შენ მართლა დაარტყი ჩვენს მეგობარს? მას ალბათ ახლა ძალიან სტკივა ეს. ბენს, აბა კარგად ხარ? კარგია რომ ასეთი სულელი გოგო არ მყავს. ჰეი, ბიჭო, რა იყო, გაგიჟდი? უბრალოდ კარგი საქმის გაკეთება მინდა. ბენს, ტკივა? თუ ასეა, გამოძრავე თითი რომ მივხვდე. ჩვენ წავალთ დახმარებას მოვიყვანთ. შეჩერდი, ჰალკ, რასაკეთებ? მასწავლებელო მაქს, აქ ვერ შეხვალთ. ჩაკმა თქვა რომ არავინ უნდა შევუშვა. რას გულისხმობ არავინ? სინამდვილეში მე მასწავლებელი მაქსი ვარ. მესმის შენი იმედგაცრუება მისტერ მაქს, მაგრამ ჩაკის ნებართვის გარეშე შიგ ვერ შეგიშვებთ. აქ მოგიწევთ ლოდინი. დიდ ბოდის ვიხდი. ჰალკ, შენ რა, გაგიჟდი? მე ახლავე გამოგრიცხავ კამპუსიდან. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ სამუშაოა და ძალიან გთხოვთ მისტერ მაქს, რომ დაიცვათ დისტანცია. მე ჩემს საქმეს პასუხისმგებლობით ვასრულებ. ო, მაქს, რატომ დგახარ აქ? ჩაკ, მე მგონი ჰალკი გაგიჯდა. მან თქვა რომ შენი დავალებით აქ არავის უშვებს. ჰალკ, შენ რა გაგიჯდი? მომეთი ჩემი ჯოხი. ვინ გითხრა რომ ჩემს ნივთებს შეხებოდი? ჩაკ, შენ თვითონ არ მითხარი რომ საერთოდ არავინ შეუშვა შიგნითო? კარგი, მიდი გაიმართლე თავი. მე ასეთი არაფერი არ მithქვამს. თუნდა წავიდე აქედან, წადი აქედან ჰალკ. პირველ ჯერზე გაპატიებ, შემდეგ ჯერზე კამპუსიდან გაგრიცხავ. მენდი, ჩვენ პრობლემა გვაქვს. რა პრობლემა? ბენსმა გონება დაკარგა. ბენს რაღა დაემართა ამჯერად. ჩვენ არ ვიცით. მოდი და შენ თვითონ ნახე. თინეიჯერებო, უკვე ძალიან დამღალეთ, იცით? გაიწიე ახლავე. რა ხდება აქ? ლორა, მე კი ნაღამ დავიხრჩე. მენდი, ეს ის არ არის, რაც შენ გონია. უბრალოდ კარგ საქმეს ვაკეთებ. რა? ბენსი ცუდად გახდა. ლორამ კი ის გადაარჩინა. გონება დაკარგა. მან ალბათ მზის დარტყმა მიიღო. გაბი, გათამიხარ? სად ხედავ მზეს? შეწყვიტ ეს სულელეების ლაპარაკი. ყველაფერს მასწავლებელ მაქს ვეტყვი. ამან არ გაამართლა. ბიჭებო, რას უყურებთ? დამეხმარეთ მის აყენებაში. აჰა. სად არის ეს კამილი? მე დავიღალე მისი ლოდინით უკვე. ბიჭებო, გამოიცანით რა მოხდა. ჩაკმა დამაყენა მაქსის საყარაულოდ. ჩაკის ნდობა არ შეიძლება. ის ყოფილი ოფიცერია, ისინი ყველანი ცბიერები არიან. სერიოზულად ამბობ? ო, სერიოზულად. როგორი გულუბრყვილო ხარ? ყველა მოემზადეთ? შოუ იწყება. ო, თავს რაღაც ცუდად ვგრძნობ. ო, მენდი წაიქცა. მენდი, რასაკეთებ? ადექი. ფაზლ, სულელი ხარ? ვერ ხედავ რომ დავეცი და ცუდად ვარ.
მენდი მგონი ცუდად არის, მაგრამ მე დავეხმარებ იმას და ამით კარგ საქმესაც გავაკეთებ. მომეცი ხელი და დაგეხმარები წამოდგომაში. Nice, გინდა კარგი საქმის გაკეთება? მაშინ წადი აქედან. კარგი, როგორც გინდა. კარგი ბიჭებო, ყველაფერი გასაგებია. წავიდეთ აქედან. კივა, კამილ, დამეხმარეახლავე. ძმაო, ის გეძახის და ის ალბათ იტყუება. ფაზლ მისმინე, მიდი და შენ დაეხმარე მას. კარგი ძმაო, პრობლემა არ არის. მენდი, რამდენ ხანს აპირებ აქ წოლას? რისთვის მოაწყე ეს შოუ? რაში გაინტერესებს? მე კამილის დახმარებას ველოდები. კამილ, ის შენს დახმარებას ელოდება. გასაგებია. მენდი, კარგად ხარ? ახლა ბევრად უკეთ ვარ. კამილ, შენ ჩემი სუპერ გმირი ხარ. კამილ, რა ჯანდაბა? დილან, რასაკეთებ? მე კეთილი ვარ და კეთილ საქმეს ვაკეთებ. დილან, შენ დღეს მაგრად გამოიყურები. დღეს ძალიან კეთილი დღე იყო. ახლა ვინც სიკეთე გააკეთა, ყველა მახლავი ასწიოს ხელი. მე. გაიგონე ეს? მე ვიცოდი, რომ ყველა თქვენგანი ძალიან კეთილი იყო. მეც სწორედ ამის იმჯეროდა. მასწავლებელო მაქს, ჩვენ ვიცით, რომ შენ ყველაზე კეთილი მასწავლებელი ხარ. გამოაცხადე რა გამარჯვებული. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც კამპუსში ყველა სართული გაასუფთავა. სინამდვილეში მე ეს მარტომ გავაკეთე. და ჩემმა გოგონა ლორამ გადამარჩინა დღეს. მე ცუდად ვიყავი, მან კი პირველადი დახმარება ჩამიტარა. კარგად გავხდი. არც ერთი თქვენგანი არ იმსახურებს კამპუსში ყველაზე კეთილი სტუდენტის წოდებას, კამილის გარდა, იმიტომ რომ დღეს მან თავის მკლავებითა მომიყვანა. ესე იგი, კამილმა მოიგო ეს კონკურსი. მაგარია. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააკეთეთ კარგი საქმე და ნახვამდის ყველას.